მოგესალმებით ყველას, ჩვენ ვართ TL Group-ი, ჩამოყავს ავტომობილები ამერიკიდან და სამხრეთ კორეიდან, ეს კი TL Time-ია. ვიმყოფებით ისევ და ისევ Drunk TED-ში, TED-ის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ სივრცის დათმობისთვის, თქვენ კი გირჩევთ რომ აუცილებლად მოხვიდეთ და გასინჯოთ Drunk TED-ის უმაგრესი კანჭის მენიუ და უმაგრესი ლუდი. ეხლა კი მოდი დავიწყოთ TL Time. მოგესალმებით, ტრადიციულად ჩვენი გადაცემის პირველი რუბრიკა არის ახალი ავტომობილები. და დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ ფრანგები. კონკრეტულად მინდა ვისაუბრო Renault Grand Koleos-ზე. საინტერესოა. რომელიც წარმოდგენილია ორი ტიპის ძრავით. ეს არის 1.5 ტურბო ჰიბრიდი და 2.0 ბენზინის ძრავზე. გადაცემათა კოლოფების კომბინაცია. კოლოფსაც შეეხება 1.5 ტურბო ჰიბრიდი არის ვარიატორზე და 2.0-ს აქვს ორი ვერსია. წინაწამყვანი გამოდის DSG-ზე, 7 სიჩქარე კოლოფია. სველი DSG. კი ბატონო, და 4.4-ზე გამოდის i-Sin-ის 8 სიჩქარიანი. ესე იგი 1 და 5 ძრავზე არ გვაქვს არჩევანი, ანუ წინაწამყვანი და 4. მხოლოდ 2.0-ზე გვაქვს. იაპონური კომპანიის i-Sin-ის დავაშვებთ. ეს კოლოფი გამოყენებულია Toyota-შიც, Camry-ში და RAV4-შიც. Koleos თუ ყიდულობთ, ესე იგი არ უნდა ვიყიდოთ 2.0 წინაწამყვანი, რადგან იქ რობოტი გვაქვს კოლოფი, უნდა ვიყიდოთ ან 4.4-ზე, ან ჰიბრიდით საინტერესოა, მაგრამ ჰიბრიდი ძალიან საინტერესოა. ვისი ძრავი არის ჰიბრიდი? თავისი Renault-ი? Renault-ი ეს ჩინური არის, ჩინური. 1 და 3 აქვს Renault-ს, ხო? 1 და 3 შეშვენ, კი და ეს არის უკვე ჩინური კომპანია Geely-ის ძრავი, Geely-ის ძრავი, კი ბატონო. სხვათა შორის Geely-თან შედარებით, ეს ერთ-ერთი Geely არის ვიზუალურად Geely მონჯარო არის ჩვეულებრივი. ფასებსაც შეეხება Renault-ს მაგალითზე. ყველაზე დაბალი კომპლექტაცია იწყება $25,000-დან, უმაღლესი ადის 30-ზე. და რაც შეეხება Geely-ს, Geely იწყება 20-დან და უმაღლესი ადის 25-ზე. ამ დროს მანქანა ზუსტად იგივეა, უბრალოდ ბრენდში იქხდი რა. ეს ჩინურია და რაღაც მენიუ ექნებათ, როგორც ცირე განსხვავებებით, კი. Volkswagen-ი ID რო გამოუშვეს, ანუ ევროპისთვის სხვა ვერსია იყო, იქ სალონის ტყავი უფრო უკეთესი მასალა იყო და მულტიმედია იყო ცოტა სხვანაირად, იგივე იქნება სავარაუდოდ აქაც Geely-ს და Renault-ს. ყველაფერი იგივეა, აბსოლუტურად, ერთ-ერთი სახელია განსხვავებული რა. სალონი გვანახე მეში. შევიხედოთ. კი, სხვათა შორის ძალიან მომეწონა მეც. 3 მონიტორით. ეს ახალი სტილია. ფრანგებს კარგი გემოვნება აქვს, როგორც ესე ვიზუალის მხრივ, მაგას ვერ დაუბარგავ ნამდვილად. ამაზე ვისაუბრებთ მის კონკურენტთა მიმართებაში. იცი აქ საინტერესო რა არის, რაზე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. ყოველთვის ხო ჩინელები აკოპირებენ ხოლმე ევროპას და ასე შემდეგ რა. ანუ ეხა ტენდენცია რომ იქიდან წამოვიდა. მონჯარო ჯერ იყო მონჯარო და Grand Koleos-ი გამოვიდა წელს, რა ცოტა ხნის წინ შედგა მისი პრემიერა და ანუ გამოვიდა რომ ფრანგებმა დააკოპირეს, დააკოპირეს რა, ანუ შედგა შეთანხმება და იგივე ვიზუალით რაც Geely გამოდიოდა დაამზადეს თავისი Grand Koleos-ი. ნუ არა კაი მანქანა ძალიან ლამაზია. თანამედროვე დიზაინი აქვს შიგნიდანაც. კი ბატონო. თითქოს მარტივი, მაგრამ აი დიდი iPad-ი გვაქვს რა, მაინც შიგნით. მე 3 დიდი მონიტორი. მე როგორც ყოველთვის ღილაკები მაკლია ხა. ო რა თქმა უნდა, არა აქვს. ანჭკვიანურად აქვს გაკეთებული. შეხედე დააკვირდი კლიმატ კონტროლის ღილაკები არის ქვემოთ. და არა touch-ზე. ხო, აი შეხედე. ნუ იმედია ხმაც სადღაც მანდვე არის, იმიტომ რომ მანქანაში სხვა არა და საჭეზე მაინც იქნება. სხვათა შორის მიშკა დაგეთანხმები, ანუ პრაქტიკული უფრო არის კნოპკები, ანუ მართვის დროს უფრო სწრაფი არის და პრაქტიკული კნოპკები, ვიდრე სენსორზე მენიუში შესვლა და იქიდან იმის მომატება და ამ დროს ყურადღება გეფანტება. მაგრამ თუმცა მეორე მხრიდან რომ შევხედოთ მონიტორი მაინც თანამედროვე მაინც რაღაცა ისეთ ელემენტი არის. ნუ მაინც რამოდენიმე ღილაკი გარეთ არის დატოვებული. ღილაკი უცხოთ ყველაფერს, მაგრამ პრაქტიკულობიდან გამომდინარე კნოპკები უფრო ისე. აი, ჩემი საერთოდ არასაჭირო ამ ხელა მონიტორი მანქანებში, აი, ძალიან ცუდი ტენდენცია. ძალიან ზედმეტია, ძალიან. ეს მესამე მონიტორი გზავრის წინ, აი ძალიან მეზედმეტება რა. ერთი მინუსი შეიძლება ის ვთქვა დიდი მონიტორების, რომ
მართვის დროს კაშკაშებს ეს მონიტორი და თვალებში განათებს. თუმცა ჩასაწევიც ექნება, თუმცა მაინც არ არსებობს რომ რაღაცა თვალებში არ მოგანათოს, კი. ყოველ ერთი მინუსი ესე შეიძლება რომ ეს ამ პრობლემას ვახსენებ. თუმცა მაინც აღნიშნავ რომ თანამედროვე მანქანა ეს მონიტორებით მაგის გარეშე არ გამოვა. ახალი მანქანა ადრე თუ ავტომობილები ფასდებოდა ანუ სხვადასხვა კრიტერიუმით განძლეობით, ეხლა მანქანა ფასდება მონიტორთან, რაც უფრო მეტი მონიტორია, მით უფრო კაია კომპლექტაციით. მე მომწონს და მით უფრო დაბალია ხარისხილაში. ჩემთვის მაგალითად ერთი დიდი მონიტორი საკმარისია. ანუ ყოველთვის ვამბობ ხოლმე თქვენს ახლა თქვენ თვითონ მithქვამ და ყოველთვის ვამბობ რომ აი ფრანგებს ვიზუალური მხრივ ყოველთვის კონდათ გემოვნება. კი, ძალიან ლამაზი მანქანა. შეიძლება რაღაცა კონკრეტულ მოდელზე რაღაც ესეთი არ გამოვიდა, მაგრამ მთლიანობაში ყოველთვის აკეთებდნენ ლამაზ მანქანებს. კი ბატონო. განსხვავებულები იყვნენ. განსხვავებულები იყვნენ, მაგრამ სადაოა კიდე. ტექნიკური კუთხით ახლა ძრავები, გადაცემათა კოლოფები, ფრანგები რეალურად ან ჩემი პირად ასოს ვიტყვი რა, ფრანგები რამ დაღუპა მათი სიყვარული რობოტიზირებული გადაცემათა კოლოფების მიმართ, რომელიც დღემდე გრძელდება. დღემდე ფრანგებს აქვთ ყველგან რობოტი ჩატენილი, მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაცემათა კოლოფები მალფუჭებადია, მაინც ყველგან ტენიან ამ კოლოფს. ეს არის აქილევსის კურსი. შესაბამისად, მე ადამიანს რო გაუფუჭდება, იმ ფრანგისკენ აღარ გაიხედავს. ფრანგებს მექანიკური გადაცემათა კოლოფი, რომელიც არის ძალიან გამძლეა და მთლიანობაში ეს საფრანგეთში სტატისტიკურად რო გადახედო, ყველას უმეტესობას მაინც მექანიკა ურჩევენ, იმიტომ რომ ყველა მიცის რომ მექანიკა კარგი და გამძლეარი, ვიდრე ავტომატიკა. მაგრამ ნუ მექანიკის ეპოქა წავიდა, ასე რომ ავტომატური კოლოფები უნდა გააკეთონ ცოტა ხარისხიანი, თორე კარგი არის აქ რო გვაქვს საშუალება ვთქვათ, ავირჩიოთ, ვისაც რობოტი უნდა, აი იყიდის. კი. სალხიდიანს, ვისაც 4 ვარიატორი უნდა. ვარიატორი 4-4-ზე. აისინის იაპონური კომპანიის აისინის კოლოფი. და რენოს პირდაპირი კონკურენტია Peugeot 5008. ისევ ფრანგი. ისე რა თქმა უნდა, ფრანგი და ეს Peugeot გამოდის, ეს მოდელი გამოდის 5 ძრავზე. ეს არის 1 და 2 და 1 და 3 ტურბო ბენზინი, ასევე 1 და 5, 1 და 6 და 2 და 0 დიზელი. გადაცემათა კოლოფები საინტერესო. კოლოფსაც შეეხება. 2 და 0-ის გარდა ყველა გამოდის 6 სიჩქარიან რობოტზე. ისევ რობოტზე. ძველი 6 სიჩქარიანი რობოტი. დარჩენ ისევ რობოტზე და ეს 4-ვე ძრავი გამოუშვეს ამას და 2 და 0 აისინის 8 სიჩქარიანია. აჰა. ესე იგი მარტივად რო გითხრათ მეგობრებო, თუ Peugeot 5800 ყიდვას გადაწყვეტ, აუცილებლად მხოლოდ 2 და 0 შეიძინეთ. კი ბატონო. კი ბატონო, და ნუ რაც შეეხება ფასებს. აქედან გამომდინარე, მგონია ეს Peugeot კონკურენტი Renault-ს საერთოდ არ არის, რადგან ორჯერ მეტი ღირს. რა ღირს? რა იქნება 41, ყველას დაბალი, 41000 და ყველაზე მაღალი კომპლექტაცია 45. და რითი არის, ანუ თქვენ შეაფასეთ, აგერ ეს არის ვიზუალურად ლამაზია, ძალიან უცხო. ყოველთვის მომწონდა, მაგრამ რამდენად დღის ორჯერ ძვირი ამაში გადახდა, ეგ ცალკე საკითხია. სალონი რომ ნახოთ მის სალონი. ხო, ნუ ეს არის წინა მხარე, ეს არის უკანა. გარე ვიზუალი კარგია, ჯობია აშკარად კი. Renault-საც ჯობია გარე ვიზუალი. და შეეხება ინტერიერს. ინტერიერი გამოიყურება ასე. ჩვეულებრივი სტანდარტული Peugeot სალონი საჭირო ეფარება? ეფარება. რა თქმა უნდა, საჭირო კილომეტრს ვერ ხედავ. პირიქით მაღლა. აი, ან სალონის შემთხვევაში რა თქმა უნდა Renault ჯობია რა და რატომ უნდა გადაიხადო იმ ხელათ ახლა Peugeot-ში, როცა თუნდაც ჯობია, საიმე არ მესმის ორჯერ მეტი, რატომ უნდა გადაიხადო მანქანაში? არა მგონია რომ ხარისხით ორჯერ ჯობდეს. სალონით ნამდვილად Renault ჯობს. აწყობის ხარისხით საკითხავია როგორი იქნება. გარე ვიზუალით ორივე ლამაზია. თვითონ მაგა Peugeot ჯობია. ახლა ვახსენეთ ფრანგებს არ ეშლებოდ გარე ვიზუალი. თვითონ საფრანგეთშიც კი ალბათ გაუჭირდება Peugeot-ს ფასიდან გამომდინარე Renault-სთან კონკურენცია. კი. საიდან მოიტანეს ამ ხელაფასი, მაინც ვერ ხვდები, ძალიან ამბიციური. დავიჯერო რეალურად ძვირი უჯდებათ ეს ამ მანქანის აწყობა? აწყობა არ მგონია, ალბათ დიზაინერებს გადაუხადეს ვიზუალში ძალიან ძვირი და სწორიც არის, ანუ ულამაზესი მანქანაა. ძალიან ლამაზია მართლა, ძალიან განსხვავებული არის, ისეთი მანქანა არის, რომ ან სხვაში არის რომ მოდიოდეს ქუჩაში ვერ მასაში გამოჩნდება. სხვათა შორის კონცეპტ კარებიც აქვს ამას და საკმაოდ ლამაზი მანქანები არის. ის საინტერესო მანქანაა.
კაი, შევაჯამოთ მე ერთი სიტყვით ფასით ძალიან გაქცეულია. რომელ შეიძენდით აბა? რა თქმა უნდა, ორი Renault შეძენა შეიძლება ალბაზად და ფასთან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა ლამაზი იყოს და ძალიან ლამაზია Peugeot, მე რა თქმა უნდა Renault-ს ავირჩევდი. ძვირია, ძალიან ძვირია. მეც მაინც Renault-სკენ გადავიხებოდი. გეთანხმები. კი, მეც Peugeot-ში ამ ხელათანხას არ მიცნობ. არ ღირს ნამდვილად. და ნამდვილად 2-დან 0 დიდი ძრავით არის ყველაზე კარგი. კი, რა თქმა უნდა. აი ისინის კოლოფით. აუცილებლად მეგობრებო, როდესაც ფრანგებს ყიდულობთ, ფრანგები არ არიან ცუდი მანქანები, ну, ყოველ შემთხვევაში 2016 წლიდან, იმიტომ რომ ეს წელი იყო გარდამტეხი ფრანგებისთვის, 2016 წლიდან ძალიან ბევრი პრობლემა და ხარვეზი გამოასწორეს მათ. მაგრამ აუცილებლად ფრანგების ყიდვის დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ იყოს ავტომატური გადაცემათა კოლოფით, კლასიკური ავტომატური გადაცემათა კოლოფით და არა რობოტით, რომელიც რობოტებს შეგხვდებათ. მეორე რუბრიკაში პრობლემები, მე მინდა გესაუბროთ პრობლემებზე ავტოიმპორტში. კონკრეტულად კონსულტაციის პრობლემები. აი მაგალითისთვის დამკვეთი როცა მოდის კომპანიასთან, რჩევა მარტო ის არ არის, მაგალითად რამდენი დაждდება ავტომობილის აღდგენა. ან რა დაждდება საქართველოსამდე და ასე შემდეგ. რეალურად მთავარი კონსულტაცია დამკვეთს უნდა გაუწიოთ იმაზე, თუ რომელი ძრავით, რომელი გადაცემათა კოლოფით არის უმჯობესი ავტომობილის შესყიდვა. რადგან ჩვენ რეალობაში უდიდეს მასას დამკვეთებისას მოწონთ ვიზუალით ავტომობილები. ინფორმაცია არ აქვს ტექნიკური. არა მარტო ქალბატონებს, მათ შორის მამაკაცებს არ აქვს ტექნიკური ინფორმაცია ავტომობილებზე, მოწონთ ვიზუალით, ან მეზობელმა იყიდა იმან ურჩია, ან დაინახა სადღაც და მოეწონა. რეალურად ავტომობილის გამძლეობა, მისი ძრავი და კოლოფი არის მთავარი განსაზღვრელი, თუ როგორ მოიხმარს დამკვეთი შემდეგ ამ ავტომობილს. აი მაგალითისთვის ამას წინათ მოვისმინე ერთ-ერთი კომპანიის რეკლამა, 3 ხარისხიანი ავტომობილი დაარეკლამეს. მათ შორის ერთ-ერთი დაარეკლამეს ისეთი, რომ აი არასდროს არ იცი, რომელ მოსახვევში ჩაიშლება კარობკა. და ამ კარობკას საქართველოში ვერავინ ვერ აკეთებს. კი ბატონო, კი. არ დავასახელოთ, მოდი. ხო, არა, რა თქმა უნდა, არ დავასახელებ. როგორ შეიძლება ხარისხიან ავტომობილებში დავასახელოთ ეს ავტომობილი. კი. ასე რომ აი თქვენ რა სიტყვით ამ თემაზე, თქვენი აზრით საინტერესოა. და მე ვფიქრობ, თუ სიტყვაზე რაღაც მოდელზე არ გაქვს რამე ინფორმაცია მის გამოდგომაზე და რესურსზე სიტყვაზე 1000 პლატფორმა არსებობს, სადაც შეიძლება მოიძიო ინფორმაცია, ან თუნდაც ვინმე უკეთ ვინც ერკვა მას კითხო, ვიდრე ან თანამშრომელს, ან ინტერნეტით და იქ მომხმარებელს არასწორად გაუწიო კონსულტაცია და ანუ უცებ პასუხის გაცემას ჯობია მოძიებული ისტორია. ხელოვნური ინტელექტსაც იყენებენ, მას ეკითხებიან ხოლმე. არა, არასწორ ინფორმაციას აწვეთში არა, ვოლონტიარ უნდა იყოს რა. ვოლონტიარ უნდა იყოს. ემდეთ გამოცდილებას. ახლა ვისაუბრეთ, ბოდიში გაწყვეტინეთ, Renault და Peugeot-ზე ვისაუბრეთ, აი მას აქვს რობოტიზირებული კოლოფი. არის აისინის კარგი კოლოფით, იაპონური კომპანიით წარმოებული და არის რობოტიზირებული. უნდა ურჩიოთ, რომ აი ამას ეს აქვს, ამას გირჩევთ და რა თქმა უნდა, მოხმარებელი კმაყოფილი უნდა იყოს. შენ რას გვეტყვილაშა? მართალი ხართ, მეგობრებო, შოთა ძალიან ისეთი მტკივნეული თემა წამოჭერი და განვარცხობ ესე. საქართველოში სერვისის მიცემად ითვლება რა? ითვლება ავტომობილის დაზიანების ხარჯის აღდგენა, დათვლა საქართველოსამდე, მისი დროული ტრანსპორტირება და ეს არის სერვისი, მაგრამ აქამდე თამამად ვიტყვი, რომ ჩვენამდე TL გრუპამდე ალბათ ერთეული კომპანიები თუ იტყოდნენ, რამდენად გამძლეა ეს ავტომობილი. ან დამკვეთი მივიდა, იქნებოდნენ მაინც კომპანიები. და ესა და ეს ავტომობილი, მაგრამ კი, გამოგიწევთ. всё, მორჩა, ანუ არავინ არ ეტყოდა ეს ავტომობილი ვარგა, არ ვარგა, გაგიპრობლემდება, არ გაგიპრობლემდება. დღესდღეობით მე ვიცი რამდენიმე კომპანია, რომელიც სწორ კონსულტაციას უწევს და ჩვენზე ვიტყვი, რომ უამრავი ადამიანი გადაგვირჩენია, რომ აი მოსულა რაღაც ისეთი ავტომობილის საყიდად, რომელიც ვიცი, რომ საშინელებაა, ძალიან გააწვალებს. ბოლო შეიძლება იაფად, მაგრამ გაწვალდება. გუშინ იყო ბოლო მომხმარებელი უბრალოდ ანუ წავიდა და სხვა იყიდა რუსთავში სხვათა შორის, მაგრამ ანუ ჩვენ ვიყავით მშვიდად. მოვიდა ადამიანი ერთ-ერთ ავტომობილზე, მე უთხარი რა ქონდა ამ ავტომობილის პრობლემური და საკმაოდ აღარ დავასახელებ ახლა, იმიტომ რომ ზოგ შეიძლება ყავდეს ეს ავტომობილი და მე წინთ ხოლმე რა და მოდელს არ ვიტყვი. მოვიდა, მე ჩამოუთვალე ამ მოდელის მინუსები, ამის შემდეგ ეს ადამიანი გაკურვებული, ძალიან დიდი მადლობაო, დეპოზიტი უკან გაიტანა
და წავიდა რუსთავში დამირეკა რომ აი ავტომობილი ეს ვიყიდე, თან მითხრა რა იყიდა რა. იყიდა და მადლობები გადაიღო. გაითვალისწინა რჩევა თუ? გაითვალისწინა რჩევა და იყიდა სწორი ავტომობილი. იმ ავტომობილზედაც ის რჩევა მივეცით რომ თქვა რო გამოეწერა იმაზე ძვირი დაუждებოდა ვიდრე რუსთავში იყო ისეთი მოდელი არის ძალიან გავრცელებული ჩვენთან და ნუ არ ღირდა რა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ხო, ანუ ყველაფერი ფულით არ ხდება რა, ანუ ის ადამიანს შე რო ცუდ მანქანას ჩამოუყვანს ის რაც არ უნდა ადრე თუ გვიან ხო, ანუ გააწამებს ის და ის მერე შენთან აღარ მოbrunდება. შენ უნდა გაცეს სწორი რჩევა. სწორი ავტომობილი უნდა არჩევი მომხმარებელს რომ ის მას გამოადგეს და არ გაუპრობლემდეს. მithumetes ჟარგონი მინდა ვიხმარო, არ ტეხავს ჭყალებში რამის კითხვა და დაზუსტება ინფორმაცია. თუ არ იცი, მეც ბევრი რამე არ ვიცი, შევდივარ ფორუმებზე, ვსწავლობ ძალიან ბევრი ხელოსანი მეგობარი ყავს და ურეკავთ, აგერ შოთამ კი იცის, ურეკავთ და ვაზუსტებთ და ყველაზე ცუდ შემთხვევაში შეიძლება დავეთანხმოთ, უყიდოთ ის კონკრეტული ავტომობილი, მაგრამ კონკრეტული რაღაცა უთხრათ, რაც უნდა გაითვალისწინოს. ჩვენ ყოფილა შემთხვევები, მაგალითად, ნუ ყველაზე გავრცელებული ხა კორეაზე არის Renault QM3. არ არსებობს მომხმარებელი, რომელსაც Renault-ს გადაცემათა კოლოფის პრობლემურობაზე ჩვენ არ ვისაუბრეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, Renault QM3 ჩვენი კომპანიისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მანქანა. ანუ მაინც მოწონთ, მაინც ყიდულობენ ვიზუალი. ხო, და ფასიდან გამომდინარე, ვიზუალი, ფასი და ნუ კაი სატარებელია რეალურად და მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველთვის წინასწარ ველოდებით გააქვთ ინფორმაცია ამ ავტომობილის გადაცემათა კოლოფის პრობლემურობის შესახებ. შემდეგ უკვე განმორჩობთ ამ სიტუაციას, ნუ ზოგი თანხდება მაინც ამ ავტომობილის გამოწერა, ზოგი არა. ასევე ერთით დავამთავრებ ამ თემას, ვიტყვი იმას, რომ ყოველი ავტომობილი, ყოველი მოდელი არ გამოდის ერთი ძრავით. შეიძლება იმ ავტომობილს ჰქონდეს 4 ძრავი, 3 ძრავი და 2 გადაცემათა კოლოფი. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ ურჩიოთ სწორი ძრავი, სწორი კოლოფით, როგორც წეგან ვისაუბრეთ ავტომობილებზე. კი ბატონო. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, აუცილებლად მოითხოვეთ ავტოიმპორტიორი კომპანიისგან სწორი კონსულტაცია. ამაყათ ვამბობ, რომ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, რომ ჩვენ დავიწყეთ ავტომობილის გამძლეობაზე მომხმარებელთან საუბარი და სწორ რჩევებს გავცემდით, თუმცა დღესდღეობით ბევრი კომპანია, ვინც ასევე ამას აკეთებს. დიდი მადლობა ბიჭებო, ამ რუბრიკაში მინდოდა მესაუბრა ამ თემაზე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია და საჭიროებო თემაა დღესდღეობით, ასე რომ გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევა, ეცადეთ რომ იყოთ ძალიან ინფორმირებული ამა თუ იმ ავტომობილზე და თუ მაინდა-მაინც ვიზუალით თუ მოგწონთ ერთი კონკრეტული მანქანა, გაითვალისწინეთ მისი მინუსები. რომ სიურპრიზად არ გექცეთ შემდეგ პრობლემები. ან შეგიძლიათ ჩვენ YouTube არხს უყუროთ, სადაც ბევრი ავტომობილის მიმოხილვა გვაქვს და გაიგებთ სიმართლეს ტექნიკურ მახასიათებლებს. ამისთვის საჭირო რომ გამოგვიწეროთ აუცილებლად. აუცილებლად დააჭიროთ ხელი. ეხლა კი ჩემი საყვარელი რუბრიკა ტყუილები და ხრიკები ავტოიმპორტიორ კომპანიებში. და დღეს მე მინდა ვისაუბრო ძალიან საინტერესო თემაზე. ალბათ ყველა შეხვედრიათ ტელევიზიაში, ნებისმიერ არხზე განსაკუთრებით ერთ-ერთზე სიუჟეტი, როდესაც მიწვეული ყავთ ავტოიმპორტიორი კომპანიების მფლობელები და მოკლედ ადიდებენ, ანუ ამათ აქვს საუკეთესო სერვისი, ესენი არიან 20 წელი ბაზარზე, 50 წელი არიან ბაზარზე, სასწაულებს ახდენენ, ნომერ პირველი არიან, იქაც ოფისი აქვთ, იქაც რაღაც აფრიკაშიც ოფისი აქვთ და მიდის ქებადიდება და პირველი იყო ერთ-ერთი კომპანია იყო, მოკლედ ზივარ ჩემთვის და ანუ ზოგადად ავტოიმპორტ სფეროში რო ხარ, იცი რა ყველა კომპანიის სახელი იცი. ნუ ასე თუ ისე ყველა კომპანიის სახელი იცი, ასაკიც და უყურებ ტელევიზორს და უცებ არის ერთ-ერთი კომპანია. ეს კომპანია უკვე 20 წელია საქართველოს ბაზარზე. მახსოვს. წარმატებით და 20 წელია და ანუ მეთქი რაღაცა მეშლება. მეთქი მე არ ვიცი რა ხდება რაღაც და დამაინტერესა მიდის ქებადიდება ამ კომპანიის რაღაცა თავისი სადგომები აქვს ამერიკაში, ვენესუელაში, ხო, რაღაც ეგვიპტეში. ხო და ანუ მეთქი ალბათ მემეშლება რაღაც, იმიტომ რომ მეც აი მართლა მეგონა რომ ანუ სერიოზულად კეთდებოდა, ანუ რომელიღაცა ტელევიზიას დააინტერესა რომ ვა ესეთი მაგარი ავტოიმპორტიორი კომპანია არსებობს, მოდი ამაზე სიუჟეტი ჩავწეროთ რა და მეთქი აიღეს დაპატიჟეს ჩაწერეს და ესეთი არისო ერთი ძალიან ბევრი ერთი 5 კომპანიის ვიდეო არსებობს ტელევიზიას თუ გადაახვევთ და მოკლედ კონკრეტულად ამ კომპანიას დამაინტერესა, იმიტომ რომ
20 წელი ახსენეს, რომ არის დაარსებული ეს კომპანია და მოვიძიე ინფორმაცია, გადავრეკე ჩემ მეგობრებთან სხვა ავტოიმპორტიორ კომპანიებში, გადავრეკე ნაცნობებში და აღმოჩნდა რომ 2 თვის დაარსებულია. 2 თვის 2 თვის დაარსებულია კომპანია, რომელზედაც ტელევიზიაში გამოაცხადეს, რომ 20 წელი არსებობს. 2 თვის. მე მეგონა 5 წელს იტყოდი. ხო, 5 წელზე, 5 წელი მე მეწოდინებოდა ახლა. 2 წლის კომპანიებიც ვიცი. 2 თვის დაარსებულ კომპანიაზე ტელევიზიაში იყო, რომ 20 წელი არსებობდა ესეთ. ამ დროს ხალხს აკუებენ და უყურებ ერთი ავტოიმპორტიორი კომპანიის რეკლამა არის ტელევიზიაში მიწვეული ყავთ ქებადიდება. მეორე, მესამე და ერთ დღესაც შემომდის ზარი ტელეფონზე ერთ-ერთი ტელევიზიიდან, საკმაოდ ცნობადი ტელევიზიიდან და თავაზობენ, იცით, აქცია გვაქვს. შეგიძლიათ მოხვიდეთ სტუმრად და თქვენს კომპანიას დავარეკლამებთ 800 ლარად 3000 ლარის ნაცვლად. და ესეთი ვარ, ანუ ბოდიშ რომელი გადაცემაა და ზუსტად ის გადაცემა დამისახელა რაც იყო იქ. ანუ 20 წლიანი კომპანია რო ყავდა. 20 წლიანი კომპანია და დამაინტერესა მე ჩავეძიე და ანუ რა სახის რეკლამა იქნება. დაგვიწერეთ ტექსტი, ანუ პირდაპირ შემეძლო სრული იდიოტობები დამეწერა და 800 ლარის ანაცვლოდ ამას გააშუქებდნენ, მე ხალხი უყურებს და წარმოგიდგენთ ტელევიზია როგორ რაღაცაა რა, ასე თუ ისე გაჯერებს რა. აშუქებენ ტელევიზიაში აი ეს კომპანია, ესეთი მაგარი არის, ანუ ნე 90-იანებში თურმე რა კაი კომპანიები არსებობს. ხო, თურმე 20 წელი და რაღაცა და მოკლედ მინდა რომ აი ეს პროპაგანდის ძალა. მეგობრებო, ტელევიზიაში სამწუხაროდ ყველა აი ესეთი გადაცემა არის ჩვეულებრივი რეკლამა, სადაც მიდიან ავტოიმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლები ფულს იხდიან ну აქციით 800 ლარი, აქციის გარეშე 3000 ლარი და მოკლედ რა სერიოზულ აქციაში მოხვედრი, ისარგებლე? ეს პლუს არა, იმიტომ რომ იმდენად რატო გამოდი კეშბექი თუ გქონდათ? იმდენად შოქში ვიყავი, ანუ მაგ ყველაფრით რომ ეს პლუს ერთი აქციით იქნებოდა. ორ სიუჟეტს გააკეთებდნენ შენზე. ერთის ფასად. და მე ეს ავტოიმპორტიორი კომპანიები რა თქმა უნდა არეკლამებდნენ პლუს ის ტელევიზიასაც, ყველა ტელევიზიას აქვს ახლა სოციმედია, Facebook-ზე არეკლამებს ამ სიუჟეტებს და ხალხს გონია რომ ნუ აი თურმე ესეთ სასწაული კომპანიები ყავს საქართველოში. ძალიან მძიმე მდგომარეობა, ესე იგი ამ კუთხითაც რა, იმიტომ რომ ტელევიზია არის ინფორმაციის მთავარი წყარო ზოგადად მსოფლიოში. ადამიანი უზის, უსმენს ფიქრობს რომ იქიდან მოისმენს სიმართლეს, ну მასა ფიქრობს ყოველ შემთხვევაში და სფეროზე ეგრე არის. უცებ ესეთი ამხელა უსკრულია, აი არ შეიძლება. იმედია რომ აი ამ სიუჟეტის მერე ხალხი გადააფასებს ბევრ რაღაცას და უფრო სხვანაირად შეხედავს. ძალიან რთულია, ძალიან. იმედია ტელევიზიებისთვის არ ჩამიგდია ეს აქციები. ხო, ესე იგი თურმე იქაც აქვთ რაღაცა აქციები რა. გულდასაწყვეტია ადამიანების ესე მოტყუება უტიფრად იქ მინახია მეც ეგეთი გადაცემები აჩვენებენ სადგომებს შეიძლება სულ არ არის ამ კომპანიის აჩვენებენ რაღაც ჩატვირთვის კადრებს აჩვენებენ რაღაც გადაზიდვებს და ადამიანი უყურებს ისმენს წამყვანისგან ამ ყველაფერს და ისე კარგად აქვთ ხოლმე შეფუთული მე გინდა არ გინდა იჯერებს და ვერ ერკვა რა თქმა უნდა დაიჯერებს. თავიანთი ნაცნობები აკომენტარებენ, ვა რა მაგრები ხართ და ხო, წარმატებები და რაღაცა და რეალურად მაგარი მანქანაა გამოგდა. რეალურად მე ვფიქრობ, რომ ჯობია ხარისხიანად მოემსახურო უბრალოდ კომპანიას და იყავი ერთი კვირის გახსნილი კომპანია. არა, და დადე შედეგი, დადე ხარისხი. უბრალოდ მოიტყუები რა, ხარ გახსნილი 2 თვის. თქვი რომ 2 თვის გახსნილი ვარ და ამას და ამას გვეკმა. სამწუხაროდ ვერც ტელევიზიებს ვერ ვენდობით დღესდღეობით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გადაამოწმეთ კომპანია, ვისთანაც აპირებთ თანამშრომლობას, ხელშეკრულებით, აუცილებლად წაიკითხეთ წინასწარ და გადაამოწმეთ იმ ადამიანებით, ვისაც ამ კომპანიით ავტომობილი უკვე ჩამოუყვანია. თან არაერთხელ. ეს იყო მოკლედ ხრიკების რუბრიკა და თუ კიდევ გაინტერესებთ ხრიკები, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და დაგვიკომენტარეთ. დაგვიკომენტარეთ, ეს თავარია, მოგწონთ თუ არა ეს რუბრიკები და რა იდეები მოგვაწოდეთ, რის შესახებ გინდათ კიდე გაიგოთ. ბოლო რუბრიკაში მინდა გაჩვენოთ Chevrolet Captiva 2014 წლის 191 გარბენით მანქანას ჰქონდა წინაცხვირი დაზიანებული, შეცვლილი აქვს 2 ნაჭერი, შეცვლილი ან შეღებილი აქვს 2 ნაჭერი. მანქანა არის ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტური კლასში გადის. არის 7 ადგილიანი
და მანქანა ჯდება საქართველომდე $4,300. არის საუკეთესო Kia Hyundai-ის 2.0 ძრავით და წყვილში არის i-Syn-ის 6 ჩარიან გადაცემათა კოლოფთან. არის იდეალური კომბინაცია, აი 9 მილიონამდე მანქანას არ ჭირდება ხელი შევლება. წინაწამყვანში დგას 2.0 ტურბო დიზელი Kia Hyundai-ის და 4-ვე წამყვანში დევს 2.2 იტალიური ძრავი. განსხვავება ის არის, რომ ამას აქვს 9 მილიონი და არის ცეფსე და ისიც ცეფსია, თუმცა ცეფის და თავისი დამჭიმების გამოსვლა ჭირდება სადღაც 250,000-ზე. აი ეს არის სხვაობა, თუმცა ცხენის ძალები იმას მეტი აქვს, 4 და წვაც მეტი აქვს იმას. ხო, და წვა 2 ლიტრზე მეტი, ალბათ განსხვავება არის, სადღაც 3 ლიტრამდე. კი, კი ბატონო. ნუ ვისაც როგორ უნდა, ვისაც წინაწამყვანი უნდა, წინაწამყვანს იყიდის, ნუ ვისაც 4-4-ზე ჭირდება მთიან ზონაში ცხოვრობს. კი ბატონო. საუკეთესო მაინც შენიერი მანქანაა, გისურვებ წარმატებებს და უსურვებ წარმატებებს შენ დამკვეთს. მე დღეს შეკვეთა მაქვს Mercedes-Benz C300-ზე 2018 წლიანია ეს ავტომობილი. გარბენი აქვს 75,600 მილი, არის უკანა წამყვანი 2.0 ტურბო ძრავზეა. დაზიანება აქვს წინა მხარეს. აღენიშნება დაშლილია, ხო, და ნუ კრილო არ მოყვება, ფრთა ეგრეთ წოდებული, მოყვება მხოლოდ შიდოკი, რაც საერთოდ თვალში ქონდა დაზიანება, რომ მიიღო დარტყმა. რაც ფოტოში ჩანს, მხოლოდ ბამპერი ჩანს. საკმაოდ კარგ მდგომარეობაში. გამოტანებაზე ეს თავარია, არის კალიფორნიის მანქანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჟანგების ალბათობა ძალიან მცირეა. ძალიან კარგი მანქანაა სხვათა შორის. რა ფასამდე თამაშობს $7,500-მდე. ძალიან კარგი ფასი. ნორმალური ფასია. კომპლექტაცია ძალიან კარგია სხვათა შორის და ამ კომპლექტაციისთვის $7,500 არა ცუდი ფასია. ძალიან კარგი ბიუჯეტია. მოიგეთ, ნორმალურია ძალიან. კი ბატონო. კარგი, წარმატებებს გისურვებთ. წარმატებები მომხმარებელს. წარმატებები მიშკა შენზე და მომხმარებელსაც. შოთ, შენ რა გაქვს? მე გაჩვენებთ ჩემეულ ვერსიას. დღევანდელი ჩემი სათამაშო ვერსია Lexus NX 300 ჰიბრიდი. მანქანას აქვს 18,000 მაილი გარბენი, 2.5 ძრავით. აქვს უკანა დაზიანება. ხედავთ, სათადარიგო საბურავი უკეთია ამ ადგილას. ბალიშები არც ერთი არ არის გახსნილი. არის სტანდარტული ბეის კომპლექტაცია. ამ მანქანას დამკვეთის მოთხოვნით ვეთამაშებით $18,000-მდე. მანქანა არ არის გამოტანებაზე სამწუხაროდ, მაგრამ შევეცდებით, რომ $18,000-ად შევისყიდოთ და იქნებ გამოგვატანოს კიდეც. ტეხასის მანქანაა, ანუ სამხრეთული შტატია, რაც გამორიცხავს ჟანგების ალბათობას. ვფიქრობ, რომ კონკურენტული ფასია, ნახოთ რა გამოგვივა. შენიერი წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. მომხმარებელს. მადლობა დიდი. ეს იყო TL Time-ი, ჩვენ ვართ TL Group-ი, ჩამოყავს ავტომობილები ამერიკიდან და სამხრეთ კორეიდან. ჩვენი მისამართებია თბილისი, ჯუმბერ-ლეჟავას 22 ნომერი, ჰუალინგის სვის პლაზა, ქუთაისი, რუსთაველის 32 ნომერი. აუცილებლად დაგვიკავშირდით და გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. რაც შეეხება ადგილს, სადაც დღეს ვიმყოფებით, ეს არის Drunk Teddy, ტედის ბარი. მადლობა ტედის კიდევ ერთხელ ამ სივრცის დათმობისთვის. თქვენ კი აუცილებლად გირჩევთ, მობრძანდეთ აქ და გასინჯოთ ტედის საფირმო კანჭი.